ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციები და ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრების საკითხი განხილვის თემაა. მმართველ გუნდში შეფასებები გაკეთდა. ზოგადოებამ უკვე კარგად გაიგო თუ როგორ ხდება მონაწილეობა ინაუგურაციის ცერემონიაში, რომელიც არის მხოლოდ ცერემონიული ხასიათის და მასში მონაწილეობის მიღება ფართო წრეებისთვის არის შესაძლებელი, თუ კი ვინმეს აქვს სურვილი ამაში გადაიხადოს თანხა და ნახოს ის თქვათ რისი ნახვაც ტელევიზიითაც შეიძლება. და დაესწროს ამ შემთხვევაში ოფიციალურად ამ ღონისძიებაში მონაწილეობას როგორც წესი იღებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაბამისი საელჩოს შესაბამის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ ამ ოფიციალურ ცერემონიას, რასაც რა თქმა უნდა ყველა ქვეყანა იყენებს. დანარჩენი კი ხედავს ჩვენი საზოგადოება როგორ ხდება ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ბილეთები, თუ არ ვცდები, ღირებულება იწყება ბილეთის ღირებულება 500,000-დან და ადის 2 მილიონამდე. ამაზე ოფიციალურ წყაროებშიც ღიად ეწერა და შესაბამისად, თუ მათ აქვთ ამის სურვილი რომ გადაიხადონ ეს თანხები, რატომაც არა შეუძლიათ დაესწრონ ინაუგურაცია. ჩვენ ტრამპთან რაც შეეხება შეხვედრებს, ურთიერთობებს, ეს იქნება მას შემდეგ, როდესაც ის უკვე ოფიციალურად შეუდგება თავისუფლებამოსილების განხორციელებას.